17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოს აეროპორტში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცავები აკავებენ ახალგაზრდა ქალს. ეს არის ანასტასია ვაშუკევიჩი, რომელიც ცნობილია როგორც ნასტია რიბკა. ის 28 წლის ბელორუსის ექსმუშაკია, რომელმაც მსოფლიოში გაითქვა სახელი, როცა განაცხადა, რომ მოიპოვება შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი ინფორმაცია. Поэтому я готова вам рассказать все те недостающие пазлы, которых вам не хватало, подтвердить их аудио, видео, касаемо связи наших уважаемых депутатов с Манафортом, Трампом и со всей этой шумихой выборы США. Я знаю очень много. Поэтому жду ваших... ეს ვიდეო მან გამოაქვეყნა მასმერე, რაც 2018 წლის თებერვალში ტაილანდში დააპატიმრეს შრომის კოდექსის დარღვევისთვის. მისი დაპატიმრება მოჰყვა რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ამ განცხადებას მილიარდერ ოლეგ დერიპასკასა და პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერგეი პრიხოტკოს შორის ამ სავარაუდო შეხვედრის შესახებ. ნავალნი მიუთითა ვაშუკევიჩის ონლაინ პოსტებზე, სადაც ყველანი დერიპასკას яхтаზე არიან. Ну, сами посмотрите, такое явно не нафотошопишь. Плавали они вместе 3 дня в августе 2016 года. ეს იყო შეერთებული შტატების საარჩევნო კამპანიის პიკის დრო. ვაშუკევიჩმა New York Times უთხრა, რომ მოეპოვება ჩანაწერები დერიპასკას საუბრებისა სამ ინგლისურენოვან პირთან, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ яхтаზე. დერიპასკას ბიზნეს ურთიერთობები ჰქონდა პოლ მანაფორტთან, რომელიც იმ დროს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო. ამიტომ ვაშუკევიჩის განცხადებამ გააჩინა ვარაუდები, მაგრამ მათი დასაბუთება ვერ ხერხდებოდა. 2018 წლის დამდეგს ვაშუკევიჩი ტაილანდსა და დუბაიში ცხოვრობდა. ნავალნის ანგარიშის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს მან დუბაიდან დაპოსტა და მადლობა გადაუხადა მას. Я очень благодарна Алексею Навальному за то, что он сделал такое видео. Теперь я могу рассказать всем, как все было на самом деле. ამის მერე მან განაცხადა, რომ яхтаზე ის ჯგუფურად გააუპატიურეს. Рассказать это. ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან 2 კვირის შემდეგ რიბკა ტაილანდში დააპატიმრეს კიდევ 8 ადამიანთან ერთად. ის იქ იყო ჩასული ეგრეთ წოდებული სექსის საწვნელ ბანაკში სამუშაოდ. ტაილანდის ციხეში დაახლოებით 1 წელი დაყო, მათ შორის პროსტიტუციისთვის ბრალდებითაც, სანამ იანვარში მოახდინეს მისი დეპორტაცია. I'm not free yet, you see? I will free when I go out from airport. Всё, пока. Пока. მაგრამ თავისუფლება მაშინვე ვერ მოიპოვა. მოსკოვში ვაშუკევიჩს პროსტიტუციაში ჩათრევის ბრალდება წაუყენეს. 19 იანვარს სასამართლოში სასოწარკვეთილმა ითხოვა პატიება. Пожалуйста, от меня Елизавета Дерипаска и президент Приходько. Мне очень жаль, что так все получилось. Искренне мне очень стыдно за то, что так все получилось. Чуть-чуть от камеры отойдите. Не надо вплотную подходить. Я не буду никаким образом его... ორი დღის შემდეგ ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი სატელეფონო საუბრისა, რომელშიც ისმის როგორ ლაპარაკობს ვინმე გიორგი, სავარაუდოდ დერიპასკას ადვოკატი, თუ როგორ გააჩერონ ვაშუკევიჩი ტაილანდის ციხეში. გიორგი ინგლისურად ელაპარაკება მამაკაცს ვინმე უილიამს. არა ანათელი ზუსტად როდის შედგა სატელეფონო საუბარი. And what we are interested in that these people be kept in jail and then so that they stand trial and then be sentenced to the relevant terms. ვაშუკევიჩი 22 იანვარს გამოუშვეს ციხიდან, თუმცა მისთვის ყველა ბრალდება არ მოუხსნიათ. მეორე დღეს მან პრესკონფერენცია მოიწვია, მაგრამ არ გამოცხადებულა. ამის ნაცვლად მან გადაიღო ახალი ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ ცუდად გრძნობს თავს და რომ დრო სჭირდება, სანამ თავის ამბავს მოყვებოდეს. როგორც 27 იანვარს რუს იუთუბერთან ინტერვიუში თქვა, ის არ ფიქრობს, რომ დერიპასკა დგას მისი დაპატიმრების უკან. სამაგიეროდ ბრალი დასდო ამერიკელებს, თუმცა მტკიცებულება არ დაუსახელებია.